ამერიკის მიერ ირანის დაბომბვის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სად გაემგზავრებოდა ის თუ არა ქვეყანაში, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ირანმა გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც პრინციპში გასაგებია, რადგან ირანს ისედაც არ ყავს ძალიან ბევრი მოკავშირე მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის წინააღმდეგ, ცხადია, არც ერთი ჭკუად ყოფილი ქვეყანა, მათ შორის არც რუსეთი და არც ჩინეთი, ასე პირდაპირ, როგორც ესე ამერიკის წინააღმდეგ კონფრონტაციაში არ შედიან, ასე რომ სხვა გზაც არ აქვს, წავიდა რუსეთში, შეიძლება თეორიულად აგრეთვე ჩინეთიდანაც გარკვეულწილად დახმარება ითხოვოს ირანმა. მოკლედ, რუსეთს ჯერჯერობით აქვს ოფიციალური განცხადება გავრცელებული, რომ რუსეთი ისრაელის და ამერიკის ქმედებებს გმობს, ამისთვის მადლობა გადაუხადა ირანმა, მაგრამ ცხადია დაგმობა დიდად არაფერს ცვლის, რადგან ომი მიმდინარეობს და რუსული სიტყვა დაგმოვასთან დაკავშირებით ვითარებას ნამდვილად არ შეცვლის. აგრეთვე რუსეთის ფედერაციის განცხადებით, ყოველ შემთხვევაში აბას არაღჩის განცხადებით, მოკლედ ეს ქმედებები არის არალეგიტიმური, ხოლო ირანის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის და ქვეყნის დაცვა იქნება სრულად ლეგიტიმური, რაც გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ ამზადებს ნიადაგს ირანი იმისთვის, რომ გამართოს ყველა ის ქმედება, რომელსაც საპასუხოდ გამოიყენებს ალბათ არა ამერიკის წინააღმდეგ, არამედ ისრაელის წინააღმდეგ, რაც გარკვეულწილად იქნება მიზანმიმართული ამერიკის წინააღმდეგ, რადგან ამერიკას ხადი ირანი ვერ დაარტყავს ერთ ვარიანტში, რადგან ამერიკა არის ნატოს წევრი სახელმწიფო და ეს სრული სუიციდის ტოფას იქნება და ამას ალბათ ირანის ხელისუფლება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ გადადგამს. ხო, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა ამ საკითხზე და თქვა, რომ რუსეთი მზად არის, რომ ირანს სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწიოს, მაგრამ ამას როდესაც ამბობდა, ის ძალიან ფრთხილი იყო და არ უთქვამს და არ მიუნიშნება იმაზე, რომ რუსეთი ან პირდაპირ ჯარების გაგზავნით, ან მაგალითად თვითმფრინავების მიწოდებით, ან თუნდაც რაკეტების გადაცემით დაეხმარებოდა ირანს, უფრო საუბარი იყო ალბათ ჰუმანიტარულ და თეორიულად ეკონომიკურ დახმარებაზე და აქვე პესკოვი მასაც ამბობს, რომ თუ კი მხარეებს შორის იქნება შეთანხმება, ამ შემთხვევაში ირანსა და რუსეთზე არის საუბარი, მაშინ უკვე რუსეთი უფრო სერიოზულ დახმარების პაკეტზეც დაფიქრდება და გვერდში ამოუდგება ირანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის სტრატეგიული შეთანხმება არის გაფორმებული, რომელიც სამხედრო კოოპერაციასაც მოიცავს, აქ ვალდებულება არ არის გაწერილი, ანუ რუსეთს შეუძლია უბრალოდ თქვას, რომ მას არანაირ ვალდებულება არ აქვს ირანის დაცვისა და ამ კონფლიქტში არც ჩაერიოს და პრინციპში ჩარევა არც აწყობს, რადგანაც ჯერ ეს იქნება რესურსების გაფლანგვა, რადგანაც ჯერ მარტო ისრაელის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვა რამდენად რთულია და ისრაელისა და ამერიკის წინააღმდეგ ჩართვა უბრალოდ უაზრობაა, ამიტომაც დიდად ასე ვთქვათ, არც კომერციული და არც სამხედრო ინტერესი რუსეთისთვის აქ უკვე აღარ არის, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უფრო მეტად ნუგეშის მიცემი, ასე ვთქვათ, დახმარება არის ირანისათვის, ვიდრე რეალური სამხედრო გვერდში ამოდგომა, რომელსაც ირანი რუსეთისგან ელოდა და ითხოვდა, მაგრამ როგორც ჩანს, ირანი იქნება მორიგი იმედგაცრუებული სახელმწიფო, რომელიც რუსეთისგან მიიღებს ხოლო დანაპირებს და მეც არაფერს და ჩვენ ესეთი გამოცდილება უკვე არაერთხელ გვინახავს. ხო, თეორიულად შეიძლება დაუშვათ ისიც, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს მხარეებმა ის ვითარებაც, როცა მოკლედ ირანის რეჟიმი დამარცხდება და საჭირო იქნება მათი სადღაც გამგზავრება და შეიძლება პოლიტიკური თავშესაფარიც მათ მოითხოვეს, მათ შორის აიათოლა ხამეინისთვის, მაგრამ ამას ცხადია ოფიციალურ კომუნიკაციაში ამას ვერაზრუს ვერ გავიგებთ. მოკლედ, ოფიციალურად როგორც ჩვენ თქვი, დმიტრი პესკოვი მეტნაკლებად საღი აზრის იყო და საკმაოდ მშვიდად გასცა კითხვების პასუხი და ამ თემაზე საკმაოდ აზრიანად ელაპარაკა, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით დმიტრი მედვედევზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი იყო ერთ დროს, ახლა უშიშროების საბჭოს წევრია და მაინც რაც არ უნდა იყოს მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურად ითვლება რუსეთის ფედერაციაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაინც ყოველდღიურად აქტიური პოლიტიკური სამსახური მას არ აქვს. მან გავრცელა ძალიან საინტერესო განცხადება, რომელიც გლობალურ გეოპოლიტიკაში აღქმულ იქნა როგორც ძალიან შემაშფოთებელი განცხადება, რადგან მან თქვა, რომ მოკლედ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, რომ ირანს პირდაპირ მიაწოდოს ატომური იარაღი, ასეთი რაღაც თქვა მან, ალბათ აქ თავად რუსეთს იგულისხმება, სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს პლანეტაზე ატომური იარაღი, ასე რომ ამერიკა და ბრიტანეთი და საფრანგეთი რო არ მიაწვდის გასაგებია, შესაბამისად შეიძლება ისრაელი ნამდვილად არ მიაწვდის. ხო, შეიძლება რუსეთი იყოს, შეიძლება ჩრდილოეთ კორეა იყოს, თუ აქვს ატომური იარაღი და ხო, ჩინეთი და ინდოეთის აქ ჩართულობა და პაკისტანის ალბათ ნაკლებად სავარაუდო მე ქვეყანას დიდად არც აქვს ატომური იარაღი, შესაბამისად ალბათ რამდენიმე ქვეყანა სწორედ ესენია, მაგრამ სი ძინპინი ამ ვითარებაში რომ არდება და ატომური იარაღს მიაწვის ირანს რაღაცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩრდილოეთ კორეას ეს არ გაუჭირდება, ნამდვილად თუ კი აქვს კიმ ჩენ ინს ატომური იარაღი, ესეც ოღონდ
არის დასადგენი. მოკლედ, აგრეთვე მედვედევმა თქვა ძალიან საინტერესო რამ, რომ მოკლედ ამერიკულ შეტევას დიდი შედეგი არ ქონია ამ ყველაფერზე, რადგან ჩვენ ისიც ვიცით, რომ მედიაში რამდენიმე დღის უпроსტოდ დაბომბვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლედ რამდენიმე დღით ადრე თურმე ირანმა გაიტანა ყველაფერი, რაც იქ იყო, 16 დიდი ზომის ტრაილერი იყო მობილიზებული და როგორც ამბობენ, კონკრეტული მედია საშუალებები, მთელი ურანი და ყველაფერი რაც მნიშვნელოვანი იყო, გაზიდა. მაგრამ ეს მოსადმაის ვერ გაიგო. ხო, ეს არ არის დადასტურებული, რადგან ამერიკას ალბათ ამის შესახებ ინფორმაცია ექნებოდა. ან თუ სულ 16 ტრაილერის მოცულობის ურანი თუ ქონდათ, მაშინ მაინც ბევრი არ არის ეს შესაბამისად. მოკლედ არც ერთ ვარიანტში მაინც დამაჯერებელი არ არის ის, რასაც ამბობს დმიტრი მედვედევი და ამბობს ის ასევე იმასაც, რომ მოკლედ ქვეყნების უმეტესობა არ არის თანახმა იმისა, რასაც ამერიკა აკეთებს, აგრეთვე ამერიკას დასდო ბრალი, რომ მოკლედ კიდევ ერთხელ ჩაითრიეს ამერიკა კიდევ ერთ გლობალურ ომში და საბოლოო ჯამში ირანი და ირანის ხელისუფლება, რომელიც აიათოლა ალი ხამეინით არის წარმოდგენილი, გაცილებით ძლიერია დღეს, ვიდრე იყო მანამდე, რადგან კონკრეტული ოპოზიციური ძალები, რომლებიც იყვნენ ქვეყნის შიგნით და ეს დადასტურებულად ვიცი, რადგან საპროტესტო აქციები იმართებოდა, ისინიც კი ახლა უკვე რეჟიმს უჭერენ მხარს, რადგან სწორედ აი ამ საგარეო კონფლიქტმა ისინი ერთად გაერთიანა, აგრეთვე ძალიან საინტერესო რამ თქვა მედვედევმა, რომ მოკლედ მისი თქმით ყოველგვარი ვარაუდი და ლაპარაკი იმაზე, რომ დონალდ ტრამპს ახლა ნობელის მშვიდობის პრემიას მიანჯებენ, ესეც უკვე წარსულს ჩაბარდაო, ასეთ რამეს ამბობს რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. ხო, ტრამპი გამოეხმაურა ამ განცხადებებს, მან როგორც ჩანს მოისმინა მედვედევისგან ეს ყველაფერი, პირველ წყაროს ალბათ არც უსმენია და თქვა რომ მედვედევი ამბობს რომ რომელიღაც სახელმწიფომ შეიძლება ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს, რაც არის სიგიჟე, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდო და ამას მოყვებაო ხისიერი პასუხი და თქვა რომ N words იყენებსო, ანუ nuclears ამ შემთხვევაში ბირთვულს და ამ სიტყვის ესე უბრალოდ თქმა და დაბრეხება მარტივად რომ თქვა და არ შეიძლებაო, რაც ნამდვილად გამართლებულია, რადგანაც ამიტომაც არსებობს ბირთვული დოქტრინა, რომ ბირთვული იარაღით არავინ არ უნდა ითამაშოს არასოდეს. შესაბამისად, თუ კი ვინმე ამას შეეცდება, მას აუცილებლად მოყვება პასუხი და პასუხის მოფიქრებული აქვს ტრამპს. თუ კი თქვენ გგონიათ, რომ ბიორი სპირიტი იყო ის, რაც ამერიკას აქვსო, ძალიან ცდებითო, ჩვენ უარესი იარაღიც გვაქვს და ეს არისო წყალქვეშა ნავები. ბირთვული წყალქვეშა ნავები, რომელთაც აქვთ არა უბრალოდ ბომბები, არამედ ICBM-ები, ანუ კონტინენტთა შორისი ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც შეუძლიათ არა უბრალოდ ობიექტების განადგურება, არამედ ქალაქების მიწასთან გასწორება და ტრამპი იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად ახლოს შეიძლება განათავსოთ ამერიკამ უკვე ბირთვული წყალქვეშა ნავები და თუ კი იქნება საჭირო, ის ამ იარაღსაც გამოიყენებს. ხო, სხვა შორის ამ კომპლექსს ხადი აქვს გავლენა რეგიონის ქვეყნებზე. კატარი მაგალითად ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დახურა საჰაერო სივრცე, რამდენიმე სხვა ქვეყანამაც მიიღო მომიჯდავი ქვეყნებზე არის ერთად საუბარი ამ ტიპის გადაწყვეტილება, რადგან ისინი ხედავენ კონკრეტულ საფრთხეს ამასთან მიმართებით. მაგრამ ირანის და ისრაელის კონფლიქტის გავლენა ცდება არაბული ქვეყნების ჩამონათვალს და აგრეთვე გადის ევროკავშირში, სადაც მოკლედ როგორც ცნობილია ხვებენ მე-18 პაკეტ სანქციებისა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა უნგრეთი და სლოვაკეთი მორიგ ჯერზე ცდილობენ რაღაცების დალაგებას სასიკეთოდ საკუთარი ქვეყნებისა და ამბობენ მოკლედ რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამას, რადგან რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირების გადაწყვეტილება არის მორიგი ჩადებული ამ პაკეტში და იმის ფონზე რომ ახლა მოსალოდნელია ნავთობის გაძვირება, რადგან ახლა აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტი დაიწყო და ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა, რაც სავსებით ლოგიკური იქნება თუ ნავთობი გაძვირდება, ცხადია ინფლაცია გაიზრდება ევროკავშირში და ქვეყნები, რომლებიც დიდწილად რუსულ ნავთობზე იყვნენ დამოკიდებულები წლების განმავლობაში და რუსული ნავთობი, როგორც ვიცით, უფრო იაფია ვიდრე სხვა ალტერნატივები, რომელთა შემთხვევაში მიწოდების ჯაჭვებიც არ არის დაალაგებული, ამ შემთხვევაში მოკლედ გაძვირდება ნავთობი და შესაბამისად ყველა სხვა პროდუქტი ევროკავშირში, რაც პოლიტიკურად შიდა პოლიტიკური კუთხით უნგრეთს და სლოვაკეთს და რეალურად არც ერთ ქვეყანას არ აწყობს, მაგრამ უნგრეთი და სლოვაკეთი როგორც ჩანს ამაზე თანხმობის მიცემას არ აპირებენ და ამიტომაც სულ მცირე დროებით ეს პაკეტი მე-18 სანქციებისა დაპაუზდება ალბათ, მაგრამ როგორც ყოველთვის თითქმის წინა ყველა 17 პაკეტში რაღაცას ითხოვდა სულ მცირე უნგრეთი, პერიოდულად სლოვაკეთიც და ყოველთვის რაღაცაზე თანხმდებიან მერე ის ქვეყნები ძირითადად რუსეთთან საერთოდ არ დაკავშირებულ რაღაცას ითხოვენ ისინი საბოლოო ჯამში და როგორც წესი ევროპული სახელმწიფოები ამა თუ იმ გადაწყვეტილებას დასტურს აძლევენ, რის შემდეგაც მოკლედ სანქციები წესდება, რისი დასტურის არის მოკლედ ის რომ აგერ უკვე მე-18 პაკეტზე ვართ, ანუ 17 პაკეტი სანქციებისა დადასტურდა. და მათ ეს პრაქტიკა, ანუ ეგრეთ წოდებული
განვითარებული ვეტოებით ვაჭრობის პრაქტიკა უკვე აღარ მოსწონთ და ამბობენ, რომ ევროკავშირში ხალხშიც კი ამოვიდათ ის ყველაფერი, რასაც ზოგიერთი აქტორი ჩადის და სხვადასხვა აქტორებთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ ჩვენ სამეზობლოზე, სადაც აქტორებს ხშირად რთული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, ასეთი მხარეები არიან თურქეთი და სომხეთი, რომელთაც ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი განხორციელდა ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან, რომელიც შეხვდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პირადად გამართა სამუშაო ვიზიტი თურქეთში, რაც პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან მსგავსი ტიპის ვიზიტი ხორციელდება, მანამდე ყოფილა ის ფიზიკურად, მაგრამ სამუშაო ვიზიტი აქამდე არ ყოფილა. მშვიდობის გზაჯვარედინს დაეჭირა მხარი ან ინიციატივას, რომელიც ტრანსკავკასიური ინფრასტრუქტურის პროექტებში სომხეთისა და თურქეთის ჩართულობას მოიაზრებს, მაგრამ სხვა საკითხებზე დიდად მზაობა და ასე თქვა დასტური არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა, რომელთან დაკავშირებითაც ჯერჯერობითაც არის ბუნდოვანება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრა მაინც მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები დიალოგისთვის ემზადებიან, კარები იხსნება და შესაძლოა ჩვენს რეგიონში, სამხრეთ ნაწილში ყოველ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება რაღაც დონეზე დაიწყოს.